გამარჯობა თქვენ უყურებთ სპორტულების მორიგ ეპიზოდს გიორგი ჩუბინიძესთან და აკაკი დარბაიძესთან ერთად. სალამი ზობინო, ძმაკაცო, მეგობარო. არა გვიშავს, ვინცაც წინა გადაცემები არ გინახავთ, აუცილებლად უყურებთ, რომ თქვენთვის ყველაფერი უკეთესად გასაგები იყოს და ვინც თავიდანვე გიყურებთ, ძალიან დიდი სიყვარული გვინდა დაგიფიქსიროთ გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. ისე ჩვენ ასევე დიდი მადლობა გვინდა და უფიქსიროთ ლიდერ სპორტს მხარდაჭერისთვის და ასევე გვინდა გთხოვთ გამოიწეროთ ლიდერ სპორტის და კეთილების YouTube არხები. რადგან ეს აუცილებელია ჩვენი განვითარებისთვის და ყველაფერი კარგისთვის. ახლა კი ჩვენს გადაცემაში ლუიზას ექსკლუზივის დრო დადგა და ვნახოთ ამჯერად რომელი ფეხბურთელი ჩავარდა ქალბატონი ლუიზას ყბაში. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელები. დღეს მინდა ვისაუბრო ხერარდე პიკაზე. თვითონ ხერარდე ახლა ჩემთვის არ არის ფიგურა, რომ მე მისთვენ დრო დამეთმო, მაგრამ რახან შაკირას მეორე ნახევარი და მეუღლე იყო, ამიტომ მე ვისაუბრებ შაკირას და ხერარდის სასიყვარულო ავკარქიანობაზე. შაკირამ და პიკამ ერთმანეთი რო გაიცნეს, ახლა ორივეს თავთავიანთი გზა ბავშვებს გაყვარული ქონათ. პიკაც წარმატებული ცნობილი ფეხბურთელი იყო და შაკირაც მომღერალი და კვირა არ გავიდოდა რომ ტელევიზორში არ ამღერა შაკირას. თავიდან შაკირა და პიკა რო ყოფილან რაღაცა ლაპარაკში და აი მაშინ და დედამთელი ყოფილა ძალიან წინააღმდეგი მეო. არ მინაო ეს პაწუა გოგოიო გენეტიკას გამებუჭემსაო. პიკას უთქვია დედაო მეო, ან ამას მოვიყვანო და საერთოდ უცორში რომ მოყვებიო. დედამის უთქვია კარგიო შვილო რავი სულ არავის მოყვანასაო ნახევარი მაინც მეიყვანავ და უთქაფია მამამის. მარა რო დაქორწინდნენ და ესე რა ქვია შაკირას დედამთელებს უთქვიათ ხალებს რომ ეს შენერძალიო არ მოგწონსო და არ ეჩხინობზა ითქვა ძალიან გლახათო სხვაში მაინც არ ჩანსო კარგათაო. პიკა ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო ბარსელონას დაცვაში იყო და ამაგრებდა იმას მაგრამ საქმეზე რომ იდგა იმან ოჯახი ვერ დაიცვა. ესა სახში ბევრი არაფერი არ ქონიათ გამოსაჩენად ეს. ტანჯოლის სამხანაგებმა მითხრეს სიმთვრალეში ლუიზა ბიცოლაო ართო შიგნით კენიონ ამყოფებია სამოჭრით მაინც. ბავშვებს არაფერი შეექმნათ რა ვიცი. ერთხელ შაკირას წოუყვანია პიკა იმკითხავთ რა ხდებოდა ჩემ ოჯახში გევიგო ბოლო. იმკითხავს უთქვიას ჩოუხადნია ყავაში ახლა ეს სხვა ყავა არის რა იმაში არა ამაში არის ხდება. ჩოუხადია ყავაში და უთქვია ასე და ასე შენ ხარაო ცნობილი ფეხბურთელიო ასე მცველი ხარო და მცველიო სამი ნომერი ხარო და ბარსელონაში თამაშობ და ასე ზუსტად სულ ყველაფერი და ხედა უჯერებია მე პიკასაც. სახში ძალიან მოუტანელი ყოფილა პიკაი ბენზური თორემ მე ვიდოდა ვარჯიშიდან და ჭუჭყიან გამაშებს აქეთ მე ისო და ბუცებს იქეთ შაკირაც რა ვიცი მე უყვირია რა მე მოჯამაგირა ხوار ვარო შენ იმას დალაგებას უნდებიო დღე და ღამე ქალად დავიბადეო ვირად ხوارა მოდგომია ხელში ცრემლები და ისე ოჯახი ახლა ჭყობის გარაჟი არ არსებობს ხანის იქნება ხანზე მე დანუგზარისას შეიძლება გაგვიწევია ერთმანეთისკენ მაგრამ ტყუილი ნათქვამი კი არ არის ცალფრეშ ჭყობიო ოჯახის კედლებს არ უნდა გაცდესა რა თქმა უნდა ძალიან საწყენი არის ახლა ეს აგურ ნაშენები ოჯახი რო ასე ერთი ხალის მოსმეთი ინკრევა მაგრამ მე ყველაფერში მაინც ეკას ვამტყუნე. შენ კაცი ხარ და ოჯახი რაც არ უნდა იმის წინა შეტატკეს შენ უნდა მაინარჩუნო. მილიონჯერ მაგ ნათქვამი და კიდე ვეტყვირო. აი რა შეიძლება ყველაფერი დააბრალო ნუგზარის, მაგრამ ამას ვერ დაუკარგა. ზუსტად ეცის ოჯახი რაფერ უნდა მაინარჩუნო. პიკა და შაკირა რო დაშორებულან ერთმანეთს, პიკას ასე უთქვია, შაკირათვის წადიო შაკანო შენი არაფერი არ არისაო. დადგომიანა პიკაების საგვარეულო და მეტი ხარო კი ბატონო წაბძანდიო, მაგრამ ვაკიდანო საერთოდ არაფერს ვერ წაიღემაო. გოგოარი ახლა აიქნა ატყდომია ტერლი და ეს ასე უთქვია. მაო პიკაო ფახსა დავდგები მაინცაო. სამაჯლისო სტუდიას გავხსნიო და თავიდანო 15 ბოში რომ ამევედასაო ის დარბაზის ფულს ამავეღამაო და მე ნელ-ნელა დავდგები ფეხსაო არაფერი არ მინაო მე პიკაებისიო ეს 100 პასოზე არ ვალაპარაკებ ახლა მე მაგათ მოდგმასაო თუ მაინც და მაინცო ბავშვებს თავის ბავშვებს ახლა კოტო უხატოს ის მათემატიკის და იმის ფული შვილები მაგისიც არისო პანდემიის დროს თურმე ძალიან გაუჭირდა შაკირას ახლა კონცერტებიც აღარ იყო ეს რა ქვია სტუდიაშიც ახლა ბავშვი გაუშვებდა პანდემია იყო ვალივას დამატებია პროცენტს დამატებია და ძალიან ნახა სიტუაციაში ჩავარდნა
მაგრამ არის ნერვიულოდ ჩემო გოგო შენ ერთი TikTok live რო გააკეთო მაინც დაგეხმარება ხალხი დაგიდგება გვერდში და მეც ახალ ფასე თუ რაღაცა იმას ხნი ჩაგერეცხამ ხოლმე ჩემო ხუჭუჭო გოგო რაც დამართ ახლა პიკას და შაკირას ძალიან საწყენი არის რა თქმა უნდა ძალიან მაგრამ ასე არის რაც არ უნდა დარწმუნებული იყო რომ შენი ოჯახი მეტად გას შენი მეუღლე შენ გარეშე საჭმელს არ ჭამს და არ სვამს მაინც ასე არის ცხოვრობ ბედნიერად კონცერტები იცახი ვაკა ასე არის ჩემო ძვირფასებო ვერ გაიგებ პატის სადაგიდებს კვაც როგორც ტიტი გოსანი აკაგეწერეთელი იყო და მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა თაფში ურევს წარე ნაღვეს ტრისას მისე გამოცან კარგად ბრძანდება მადლობა ქალბატონ ლუიზას ძალიან კარგი სიუჟეტისთვის მე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ ქალბატონ ლუიზას ჭორები დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და გთხოვთ ამ ყველაფერს რაც ქალბატონმა ლუიზამ ისაუბრა სახში ნუ გავიმეორებთ განსაკუთრებით ბავშვები კი ბატონო დროა ეთერი დაუთმოთ ერთადერთ ავტობლოგს რომელიც სიახლისკენ არ არის მიმართული და მას გვთავაზობს არარსებული სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის მოქალაქე გთხოვთ ნუ გზარჩუბინიზე გთხოვთ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო მე ნუგზარი ვარ ჩუბინიძე ფართომასისთვის ნუგზარ კლაქსონი ეს კიდე ჩემი ავტობლოგია დღეს გადაცემაში განვიხილავთ უბრალოდ უაზი მეგობრებო სანამ განხილვას დავიწყებთ პირველ რიგში მოვახდინოთ პარკირება რატომ არის ნახევარი საბჭოთა კავშირი უაში გაკეთებული ალბათ საბჭოთა ყინვებისგან კიდე თქვენ ახლა ფიქრობთ რომ უას ზრავი იმიტომ აქვს შიგნითკენ რომ შოფერს მისი გაკეთება სითბოში შეიძლებოდა ეს ტყუილია მეგობრებო ეს ადგილი ძალიან მაგარი და ძვირფასი პაემნებისთვის გამოიყენებოდა. მეტი რა გინდა, გვერდით ძალიან მაგარი მანდილოსენი, მას ძალიან ბევრი ხელის მოსაკიდი აქვს იმისთვის, რომ თავი გაიმაგროს. უაზე ამბობენ, რომ ის ანატოლი ვასილენკოს გამოგონილია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ტყუილია. ის როგორც ყველა ხელოვნების ნიმუში სიხარიბეშია შექმნილი და შექმნა იური ლეპკინმა, რომელმაც უაზის ესკიზები ერთ ჭიქა ცხელოტკაში გაცვალა. არ ვიცი, შეიძლება მეც იგივე მექნა. მე არ გამიგვირდა, როდესაც ეს გავიგე, მაგრამ ფაქტია. ამ გადაცემასთან საბჭოთა კავშირის ავტოწარმოებას ბევრი ჰეითერი დაუგროვდა. მე უბრალოდ შემიძლია თქვენს მაგივრად დრო წინასწარ მეტყველო და გითხრათ. როდესაც ახალი მანქანები კაცობრიობას ენას შეუტრიგინებენ, ზუსტად მაშინ მოგენატრებათ და გაგახსენდებათ მეგობრული უაზი, რომელიც არავის აბსოლუტურად არაფერს არ გიშავებდა თქვენ. სახელდახელოდ მინდა გითხრათ, რომ სულ პირველი უაზი ავტოკარხნიდან სად მიხოდით გამოიყვანეს, იმიტომ რომ იქ შეკრებილ საზოგადოებას კულტურული შოკი არ მიეღო და ღმერთი არ ეწამა. ეს პირდაპირ პროპორციული იყო საბჭოთა კავშირის ჩამონგრევის. ზუსტად ამიტომაც არ არსებობს საბიძაშვილო, სადაც ერთი უაზი მაინც არ არის სადმე. საოცარი. ძალიან არ მინდა კაპიტალისტურმა YouTube-მა ეს ვიდეო დამიბლოკოს, ამიტომ ცოტა შევამცირებ ამ ფრთხილას ქებას. არ ვიცი როგორ შევძლებ. ჩემს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ
უაზი ძირითადად დიდი რუჩკით იქოგება, მაგრამ თუ ვინცობის არის ეს რუჩკა დავკარგეთ, მე გასავლით თქვენ ერთ ლაიფჰაკს, რომელიც შეიძლება დღეში წვიმიან ამითში გამოგადგეთ. ის უბრალოდ გასაღებითაც იქოგება. სიჩქარეში დამჩენია ამის დედაც. ჩემო, კაი მოგულავე ხალხო, მინდა გითხრათ რომ უასში 12 მჯდომარე 24 დაწოლილი და 48 ნასიბად შეყვილი ქალბატონი ეტევა. იმედია ხვდებით რომ ეს სიტყვები ჰაერზე არ მოსულა. ჩემი ხნის ხალხს გეცოდინებათ რომ სკორი პომოშები, იგივე სასტრაფოები უაზებს იყენებდნენ, ამიტომაც არსებობს გამოთქმა რომ უაში გარდაცვლილი ადამიანი პირდაპირ 60-ში ხდება. ჩემო ძირფასებო, უაზი მსოფლიო დედამიწაზე ერთადერთი ტყვია გაუმტარი მანქანაა, რომელშიც ტყვია ჩვეულებრივად გადის. ეს შემთხვევითობა არ გეგონოთ, მეგობრებო. ბევრი ამბობს, რა ქვეყანა დაგვინგრიესო, მაგრამ იმას კი არავინ ამბობს, თუ რა მანქანა დაგვიტოვეს. ამ და სხვა ამბებით შევხვდებით მომავალ ავტოგანხილვაში. მადლობა ბატონ ნუგზარს საუკეთესო ავტობლოგისთვის. ალბათ მიხვდით რა ქვეყანას დაგვინგრიეს და რატომაც. ნუგზარის ავტობლოგის სპონსორია ტოლიადის ავტოქარხანა. გამოიყენეთ ბატონი ნუგზარის პრომოკოდი და მიიღეთ ბუტკა მოსკვეთში 30%-იანი ფასტაკლები. და პრომოკოდი არის ბაშარა. სპორტულების სტუმარია გარეგნობით იურისტი და პროფესიით იუმორისტი ნიკოლოზ ნიკაჭაძე. სალამი ბატონო. ჩვენი მეგობარიც. ჩვენი მეგობარი გაცნობით ჩვენ ძალიან დიდი წლებია. სიყვარული გვაქვს. ნიკაჭ როგორ ახარ? ვიცი, ამაზე უკეთესადაც ყოფილვარ, მაგრამ ახლაც კარგად ვარ კაცი. ასეთ გადაცემაში რომ მოგიწევენ, უღრმესი მადლობა გვინდა გითხრათ დროის გამონახვისთვის, მოსვლისთვის, ყურადღების ადამიანობისთვის, მეგობრობისთვის, იუსტიციის სახლის მიტოვებისთვის. აი იქიდან დავიწყოთ. ახლა რაც არის ჩვენს ფონზე, როგორ მოგწონს ჩვენი სტუდია და ზოგადად ჭიათურის მას შუაგულ ჭიათურაში როგორ გრძნობ თავს? შესანიშნავად მინდა გითხრა ხა რომ თქვენ კარგად იცით და ნაწილმა მაყურებელმაც მოკლედ მეუღლე მყავს საჩხერელი. ძალიან cool. იცი ხა თქვენ ჭიათურის და საჩხერის დამოკიდებულება. ძალიან კარგი დამოკიდებულება სხვათა. ძალიან დიდი ხანია მაკავშირებს ჭიათურასთან საჩხერესთან ძალიან ახლო ურთიერთობა და სხვათა შორის ხა ცნობს ხალხი და ცნობენ სხვათა შორის მე ზესტაფონელი ვარ. კი იცით ხა თქვენ და მაყურებელსაც რო იცოდეს, მოკლედ არაჩვეულებრივი სოფელი მაქვს ტაბაკინი ქვია. და ამისინ მეუბნება ერთი ხევით ქუჩაში მივდივარ და ვიღაცამ გადამკოცნა და მეო საჩხერელი ვარ ძმაო. მაგრამ ჭიათურლებიც მაგრად მიყვარხართ და გაფასებ იცოცხლე მეუთხარი, შეგეიხარე. დაგვახარე. ისეთი ასოციაცია ხდება რომ კილოში სახა დიდად განსხვავება არ გვაქვს და თან რა. არის რაღაცეები, მაგრამ ვასწორებ. კი, არის, როგორ არის, მაგრამ არის ის თვითონ ზემოიმერელი ასხობებს ჭიათურელსა და ზესტაფონელის მაგალითად. შეიძლება საჩხერელი ჭიათურელის გაარჩიო ასე თუ ისე, მაგრამ ზოგადი იმერული სიღრმისეულად მაინც ერთი. გავს ასე რომ თქვა ერთმანეთს და კაია ბიჭო, ჭიათურელად რო გცნობენ. ანუ ეგრე იყო ხოლმე რა ჩვენთან ორმაგი მოქალაქეობა მე პრაქტიკულად ზესტაფონელი ვარ და ჭიათურის ბატონო ნიკოლოზ, ჩვენი გადაცემა არის სპორტული იუმორისტული. სპორტთან რამე შეხება გააქვთ თუ ტყუილად მოგიწვიეთ? კი, კვარაცხელიას ვიცნობ ძალიან ახლოს ოღონდ ეკრანიდან. ტელევიზორიდან. ბავშვობაში თუ თამაშობდი რამეს? ბავშვობაში მე ისეთი დრო მაქვს, გავლილი 90-იანების ყველაფერს თამაშობდი, თუ რამის თამაში შეიძლებოდა. რა ვიცი მე მახსენდება. სკოლაში გავშ სად იყო ბურთის საშუალება, კაც ფული აგვრივეთ. ვიყიდეთ ერთი ბურთი და მორიგეობით მქონდა სახში. და როცა ჩემი მორიგეობა უწევდა ამ ბურთის წაღებას, მოკლედ იმ ღამეს დაგგვაძინებდა კაცო ბურთთან ერთად მეძინა. მაინც ვერ გამოვედი ფეხბურთელი რა გადაგიმალოთ რა. რა მახსენდება იცი ერთი ასეთი ისტორია, მე ის სპეციალურად არ ვიტყვი ახლა გვარს. 90-იანებში ხო იცით, ორი კაპი კეთდებოდა ფეხბურთები შიდა ჩემპიონატს გაყიდვაში და 150 რა ტიპიდებოდა თამაში. 150 უკვე ძვირიანი იყო რა, 50-დან იწყებოდა ხო და მე ნაკრებშიდაც ითამაშე, 1-2 თამაში ფეხბურთელმა აღარ იტყვი ახლა სპეციალურად გვარს.
კაროჩე როგორ ჩანს ვიღაცას ყვითელზე ქონდა დადებული რომ ეს ფეხბურთელი მიიღებს და ყვითელს რა ჯამკაცმა რა არის ჩალიჩე კაროჩე იქ საჩზე გაჩავა კაროჩე მაყურებლებს შავიდა და სუდიას რა იქიდან ყვიროდა ვერ რაფრით ეს ყვითელი ვერ მიიღო ხანა ბოლოში ამთავრებს ეს კაცი 150 ლარი აღებული აქვს ჯიბეში და რაკნას ყვითელი არა აქვს ბოლო კაროჩე იმათმა გუნდმა მოწინააღმდეგე გუნდმა გაიტანა ამ კარებში გოლი ამა გაიხადა მაიკა ამას მისცეს ყიდენ დაჯდა კაროჩე ამ კაცმა სამბერის უნდკა ოჯახში და 150 მიიტანა და ძალიან ფასი დრო იყო რამდენად მაშინ თან პირდაპირ ტრანსლაცია იყო მაგის ხო ყველა გაგვირდება ამასთან ერთი კამერა იქნებოდა რამე იქვე დადებული დიზელზე არა ტრანსლაციას არა ტრანსლაცია გასულ შენ თუ დაიმახსოვრებდი და შვილებს მოუყვებოდი ხო გადახვევა იყო ოღონდ და ეს თუ გამეყარა რა პასტა რა დაატრიალებდი გასანდა ბიჭო რა მახსენდება კიდე იცი კაროჩე ახლა სპორტული ნიჭი დიდათ არასოდეს არ მქონია მაგრამ ასეც მიმიღია სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა რა ვიცი შავი დედალივით მიმართლებდა ხონა არიფს ჩემი მეგობარი კაროჩე რა ვიცი ყველაფერზე თამაშობს რა ხო და მათ შორის წრეში ბურთსაც წრეში ბურთსაც თამაშობდა მაზიანზე ასე თქვა და ჩოგბურთს თამაშობს რა ჩოგბურთს მივაკითხე სპორტული იმაში და ახლა წყლის გადადა ამთავრა ამან თავის თამაში მოიგო წაგვა აღარ მახსოვს ასე საუბრობთ მოიგებდა წყლის გადავლების პრასვეტი მაშინ არ იყო საშუალება უგაცრავად სიტყვის გამოყენებისთვის და მაიკას იცვლიდა ერთ ყველაზე კომფორტული ეგ იყო რა კაროჩე ამაშობაში ახლა ის რომ მაიკის შესაძლებლად არის გასული ეს ჩოგანი დადო მაგიდაზე რა ეს ჩოგანი დადო და ამ ჩოგანს ცხოვრებაში პირველად არა ალბათ მეორედ მექნება და მაქსიმუმ ხელი მოკიდებული რა და იქიდან ვიღაცა ეს ყომარისტი მომიახლოვდა როგორც მე სახეზე ვერ ვცნობ ახლა ამ ხალხს რა გამობრძმედილებს და ეს ავიღე ხე ეს ჩოგანი დავარტყი ამ ბურთს კაროჩე და ცხოვრებაში მე მგონი მეორედ და ჯერ იქით ჩავარდა და მიბრუნდა ეს ბურთი უკან რა უიდე და მეთქი რა გავაკეთე ამისთან და კაროჩე ეს ტიპი მიყურებს რა ასე და საღოლჩი მიდე და შეიგინა რა ბიჭო მეთქი გამიწვა რა ასქვი რა დამცინეს ალბათ და ტიპი მიყურებენ ესე და ამასობაში ჩემ მეგობარიც მოდის მაიკა გამოცვლილი რა ხო და კაროჩე რა ვქენი მეთქარი და რა ქენი ვას პარტია მოუგეო რა და ამასობაში დალაგდნენ ესენი რა ალბათ და ჩააწოდე ო რა ვიცი რა მოხდა რაღაცა რიკოშეტით და უკან გადმოვიდა უკან ამიბრუნდა ჩემი გასროლი ბურთი რა გასროლილი გავჭდა მე თქვი გავჭ რა დავარტყი ამისთან ბურთი იქიდან გადავარდილი იყო მე დამიბრუნდა ამასობაში დალაგდა ეს ასტავი რა დაწყნარდა დამშვიდდა და ეს ტიპი მოდის და სერიოზულზეო ხო არ გვეთამაშა დაღლილი მე ინტერესი დაღლილი ვარ ამ ბოშებს საკეთამაშო დაღლა მე თქვა დამწყებებ სოფლი ჩემპიონი დამბრუნდები მაგრამ ჩოგბურთის სპორტი მასთან მქონდა ჩოგანთა შეხება თუ ბადმინტონს რითაც თამაშობენ მაგიდის ტენისი არ ვძახი იმას ვამბობ კაცო ხო ბადერუა შუაში და ხო რავდია ბადერუაში მაგარი სპორტული გადაცემა ბადერუა შუაში ფრენბურთი პატარა ბურთი კავაენია ხშირად ვახსენებ ამ კავაენს მანსანკანია ჩვენი ერთ-ერთი კი ბატონო სპორტული მიმდინარეობა სპორტული მიმდინარეობა ჩვენი საერთო და შენს იმ დროს თამაშობდი მასანკას ალბათ მაშინ რო არის რო იღებდნენ კი ალბათ კოლიზეუმში რო ტარდებოდა სადაც ნანგრევებში და ასე შემდეგ მასლიაკოვი იყო დამაარსებელი მესამე კლასში ჩვენ რო ის თამაში დავიწყეთ მასთან კიდე რო კონცერტზე 90-იანებში მოკლედ მახსოვს ფილარმონიაში რო გამოდედით ხოლმე ну სულ რამოდენიმეჯერ ვარ ახლა ისე არ გამომივიდეს რა თქვა მე რა ხსო ფილარმონიაში მაგ ჭიბი მოწყეთილი იქ დავტოვე რამოდენიმეჯერ ჩვენ არ ვარ თავყოფი ბიჭო ასე განითაც და ну ფილარმონია მაშინ სხვა დარბაზი დაგრეული იყო ერთი ფილარმონია იყო ისიც ფუნქციონირებდა მაგრამ დანარჩენში ზოგში ავეჯის მაღაზია იყო გახსნილი და ზოგში ზაკუსაჩნაია დარბაზებში კომუნიზაცია საწყალი ცხონებული რა ვიცი ხო შეიძლება ასე რომ ვთქვა ჯაბა იოსელიანი გვესწრებოდა მაგრამ ხო იცი ყვარყვარეში როა კაროჩე მაგრამ ისე მეც თქვენსავით ცხელისმრებით რომ როცა მეფე რევოლუციონერების ჯიდა მაგრამ ისეთი დრო იყო ცრემს ვერ გამოაჩენდი ის კაცი მაგრამ ჯაბა რო გვესწრებოდა ისეთი დრო იყო იუმორს ვერ გამოაჩენდი ვერ იხუმრებდი რაზე ხორებაზე რაზე უნდა გეხუმრა ხო რა ვიცი შევარდნაძეზე მოწონდა თუ იხუმრებდი შევარდნაძესთან ხო ახობობდა
ადრესო იცნობდით რა. იცნობდი. შეხების წერტილი გქონდათ რაღაც. რა გუნდში თამაშობდნენ იქ? რა ერქვა გუნდს? მოკლედ მე ვთამაშობდი, მე მაქვს ტექნიკური უნივერსიტეტი დამთავრებული, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მე თბილისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორი ფაკულტეტი მოკლედ, ტაქსი არ მიმუშავე არასოდეს. მალადის. ძალიან კარგი. ერთხელ სადე, მაგრამ არ გამომივიდა. დიდებული მსგოლი. გამოცდილი. My friend. რა გავხსნას. ესე იგი, ქუთაისში შარახვეტია ხა. Epstari ერქვა ერთი ჩვენ გუნდს, მე შარახვეტია, მე აქ შერეკილში თამაშობდი. თბილისში და არაჩვეულია პირველი ადამიანი იყო, ვინაც ეს კავენი შეგვაყვარა, ლევან კვატაშიძე ქუთაისელია. კოლორიტი ადამიანი და აი მან გვასწავლა ამ საქმის სიყვარული. მაგარია, სენა ძალიან. ერთი კავენი იყო ჩემ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში გასართობი და მეორე პასიანსი და მერვე კლასელო ვღეროდით ყოველი მეორე მერვე კლასელო. მერე წვეტა ქონდა იუმორთან დიდხნიანი როგორც ვიცი და მე მოხდი კომედი შოუში. მაგრამ ბავშვობაში ახლა შენ კომედი შოუში მოხვედრაზე ვერ იოცნებები. პასიანსი მოხვედრაზე. პასიანსში ოცნებები. აი მოდი თქვა რომ ტელევიზორში გამოჩენაც შეიძლება გეოცნება უბრალოდ რა იქნებოდა რანაირად. არის ჩემ ბავშვობაში ესე იყო რომ საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი მაგალითად ახლა იგი რა თემასაც საკაკი შეეხო რა. ნუ ტელევიზორში აღმოჩენა თუ გამოჩენა თუ რაც ერქვა არის შოკის მომგვრელი იყოს. კი, ასე იყო. მაგ დიდი პაუზის მერე კომედი შოუში გამოჩენა და იქ ერთად არ მივედი. თქვენ ცოტა დამასწარი. თქვენ უკვე ბრენდები იყავთ. ჩვენ კავენიდან გაბრენდებულები ვიყავით. მე ნაბრენდალი. თუმცა იყო ჩემს ახალგაზრდობაში მზის დარტყმა გადაცემა იქაც მონაწილე. ჯაბანას ტაქსი. კი ბატონო, ხიარული რინგი იყო პირველ არხზე. ხიარული რინგი არ ვიცი. კი, ბაკურსვანიზე უდგას სათავეში იყო ფარული კამერები. ხო, აი ფარული კამერები და ის მახსოვს, მე ერთად ხო ნახეთ ის ჯაპანას როზიდები გატარეული. იქ პროსტა იყო მოცემულობა, ესე შევთანხმდით რა, რომ უნდა ეთამაშე გიჟის როლი რა. ხო იცი ცხოვრება ისეთია, რომ ხან გიჟი უნდა იყო, ხან ჭკვიანი და სხვანაირად არ გამოდის რა. პროსტა იქ მოვიგონე ის ჯონ ლენონი მოუკალი ასე ვქენი ადგილზე რა. კარგი გიჭირდა, მოგონებები და ამ ჯონ ლენონს არ ვიცი, მაგრამ მაინც თქვი მოუკალი თქვა. ძალიან დიდი ფული გექნება ნაშოვნი. მე სხვათა შორის მე აღვიდგინე რა, იქ კომედი შოუში რო გაგიცანი, იმის მერე თვითონ გვაყურებინა ისა ტაქსისტის თუ ჩვენში არ მახსოვდა. მაშინ თმებიც ქონდა თავზე. ცოტა იყო საშუალება. იყო საშუალება ისეთი ჯელი იყო და ხტები. ასე შოუ. რა გავაიგივე ამ არსებულ მდგომარეობასთან და მაგით ხო ერთად ნახე. მე კომედი შოუში მოხვდი, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ახლა კომედი შოუს ბევრი ცნობილი მსახიობი, ჩვენ ახლა ერთი ბავშვობა ვაკავშირებდა ქუთაისიდანაც თბილისიდანაც. Ну, ათი მეშვეობით. იგივე ბექაონიანის, ნიკა არაბიძის, ლაშე გაბუნი, ასე შემდეგ და შემდეგ სიკო ჯუმბურიძეს და იარონ ამენ. შემდეგ კიდე გადაინაცვლე, შემდეგ ანუ ესეთი კითხვა გვიწერია რა. აი მაგალითად რა ემოცია გქონდა, როდესაც გაიგე რომ სერიალ კეთილებში ითამაშებდი და თან მithumetes ასეთ ბუმბერას ხალხთან ერთად. Action, როგორც ითქია. გაუჯერეთ ვარა საკუთარ თავს. სხვა რა გზა იყო, ხო იცი ახლა რო დამიძახეთ, კაცო, ის გამახსენდა. ის რომანში რო სად თქვენ, სად ჩვენ. არა. ჩვენ ისეთი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა თავიდან, რა ვიცი. ეს ლოგიკურიც იყო, შემოხმენ რომ მინდა გითხრათ. ჩვენთვისაც ძალიან ახლო პერსონაჟი არის, რასაც თამაშობ. ვალერი, მე ვიცნობ ვალერის. რა ბევრს და კომედი შოუშიც სკეჩებს რო ვაკეთებდით ხოლმე, ჩვენ ნუგზარა და ლუიზა სადაც იყო, იქვე იყო ვალერი. რა თქმა უნდა. ვალერა და მე სერიალშიც ძალიან ფუნდებრივად და კარგად ჩაჭდა და მაყურებელმაც აი კარგად მიიყო რა და სადაც არ ხარ ხოლმე რომ გვიწენ ვალერა სად არის შენი ლექსები, სიმღერები. ხალბატონებთან დამოკიდებული. დიდებული ადამიანი და დიდებული დამოკიდებულება აქვს საერთოდ ქალის კულტთან და ამ ყველაფერთან. გრძნობელობითი პიროვნება. თელი გამი ვისაუბროთ 100 ლარი მოსის. ოდესაც ვალერი ხალბატონთან მიდის. სუბუկ ყობახცივის. თელი გამი ვისაუბროს 100 ლარი მოსის. ვალერის პერსონაჟს რომელი სპორტის სახეობა მოუხდებოდა შენი ეს ალბათ შახმატი. მოდი მე ვითამაშებ. თქვენ უკაცრავად, მაგრამ თქვენი პაიკი ჩემსაც რაღაცა ცოტა. ისიც შეიძლება. სექსის ჩემპიონატი შვედეთში.
ისე ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იქნება ვალერის პერსონაჟმა მაგ ჩემპიონატზე შევიდეს უბრალოდ შეიძლება ჟიურიში ჟიური უბრალოდ მეტი აი ვარის ფუნქცია რო შევითავს იყო თუ არ იყო my friend არა ბატონებო ეგ ნამდვილად არ ყოფილა აი თან ყურში რო ელაპარაკებ რო გადაახო იყო და მე ასე რო შვები და დოპინგ სკანდალის გამო რო მას დაგბლოკონ მაგალითად მაგ ჩემპიონატში ისე რა საინტერესო ჩემპიონატებია ისეთი საინტერესო ცხოვრება ჯერ კიდე ჩემპიონატები წინ გველოდება ეგრე ჩემპიონატი აზი და იციგნება სხვა ჩემპიონატები ბატონო ნიკოლო ჩვენ როგორც ვიცით ხართ ყველა სიკეთესთან ერთად ცნობილი თამადაც ნუ ამბობენ თიაგვასელიასი არ იყოს ამბობენ ჩვენ გიცნობთ როგორც თამადას კი მაგ ხოლმე გარბენი მათ რა სხვა სერტიფიკატები ჭირილ ხენი რა გინდა ძმაო კედელს გავამაგრებ ხოლმე ხვალაც მაგალითად ხო კი ბატონო შენი კლასის ის არის ბანკეტია რამდენი წლის თავი 25-ის my friend 25 ჩემი კლასელი ჩემი მეგობარი ჯონი თოფური აქედან მივესალმები ტელეგრამებიდან და მე-7 კლასიდან იპარსავდა წვერი მე-7 კლასიდან მაშინ საქმეც არაფერი ეთქო ერთხელ რო გეისვა ეს ბრიტო სახე და ამევიდა მე ჩეჩქა და მასწავლებელი ეჭხებოდა ხოლმე რა და მოვიწყებს ხალმა გავახსენო ახლა წვერი გეიპარს ბოუშზე ემსგავსე ბოუშსო ეს თუ მოყვებოდა გარჩი ახლა მაშინ ხო იცი სმითას მეურსდალის წესით ხო ის 6-ია სუბრა მარა იმას უთხარი 2-ზე მიდი და მე 6-ზე ჩვენ მოვალ თქო შეხურებულზეს რა ხანა ესეთი თამადა რაღაც რა თან სპორტული იუმორის თუ გადაცემაში ვართ ესეთი რაღაცა გვინდა რომ შემოგთავაზო აი შაშანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია PSG-დან როგორ მიულოცავდა ვალერა ან ბატონი ნიკოლოზი PSG-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებას სადღი გრძელობია რა თქმა უნდა შევავსებდი დიდ სასმის რასაც დაუძლებდი რა თქმა უნდა PSG-ზე ლექსი არ ეცოდინება ეგრევე ახლა რაღაცა იქნება კაც რომ მოიფიქროს კაცო მაგრამ რა თქმა უნდა ლუის ენრიკეს დავნიშნავდი მოადგილედ ხო წამოდი ჩემო ლუის ძვირფასო თანამეინახენო ჩემო ლუის ენრიკე არა მე ლუისი არა ენრიკეზე ვამბობ გენაცვალე აქეთ გამოხედო ჩემო არხელაი და არის ხოვრება თუ არა თუ სმაში ვერ გამიძლებდა ესე გავუკეთებდი რა შეცვალეთ შეცვალე შემდეგი რა თქმა უნდა ხა PSG-ს წარმატება მე ასე ვფიქრობ ყველა ქართველის წარმატება იმიტომ რომ ჩვენი კვარადან ხვიჩედან გამომდინარე ჩვენი საამაყო და ესე იგი ჩააქცევდი მაგ საძელოში აუცილებლად რომ კვარასხელიასაც ჩვენი სიყვარულის ადამიანები ნუგზარის თავისთავად რა თქმა უნდა გვერდზე უნდა ეს საუკეთესო მე მინდა მოეფერო ყველა PSG-ზე თაგანთ რას მოყვებოდი იცი კვარასხელიების ერიკეს ვეტყოდი იყვნენ ადრე ესპანელებიც ხო მაგრამ ამათო მე ბატონი მოუკლია იქ ხო და გამოიქცეს სამეგრელოში კუკურელიები და კვარასხელიები და უფრო ახლოს ხო ის ქართველებს გიყვარს ცოტა ჩაწყობა კი არ ჭირდება ხა კვარა ჩაწყობა მიყვარს მაგრამ კვარას ნამდვილად არ ჭირდება ზღვა მაგაცაზე ეს მენტალია ხო ის ხიჩინ რო ჭიქას რო გითებს ხოლმე ხელს აქედან როსვას რო გააოცო შამპანური სიკით მაგათო რა იცი ვინო არა მოუყვებოდი კაცო ენრიკეს არ იცოდინებ ყველაც ვერ მოიცილე ბატონი მოკლეს მაგათო ისეთი საინტერესო ამბავი ქონია ნუ გიმუშავე 1000-ნაირ ადგილზე რაღაცა ბევრგან გიმუშავე საინტერესო იუმორის ამბავში ყოფილი ხარ არ ყოფილი ხარ YouTube-ში რა და ესეთი კითხვა ხარ გვიწერი რომ აი მაგალითად როგორი იქნებოდა იუთუბერი ვალერა ან თუნდაც იუთუბერი თქვათ ნიკოლოზის თამადის YouTube გვერდი როგორ მოიხოდებოდა ასე რომ თქვათ რა ხო აი მაგალითად ვლოგი რო ჩაგეწერა მაგალითად იუთუბერის რო YouTube ვლოგი რო აი სადმე მიდიხარ მაგალითად ქორწილში ჩამოჭერპასებაო ეს გავიყვანე ხნეთ რა თქმა უნდა გავიყვანე თავიც პირიც ყველა ერთად შუბლიც რაღაცა კარაქ მივირთვი იმისთვის რომ სუბუქად ყოფილიყავი დღეში 3 ჯერ მისვისთანავე ხო აი მისვისთანავე რა თქმა უნდა დავიწყე უფლისადიდებლად და თან ლოგს რო იღებ ან ხო იცი ინსტა 360-ები რო აი ეს იმაზე აყენებენ ხოლმე ჩაფხუტებზე და იმაზე და ესე შენ მქონეს ღიბზე დაყენებენ და ჩიქადა ისო გიღეს ასე რომ შენსკენ მიმართული არა სხვადასხვა ყურებად იქნება ეგეთი ვლოგი არ არსებობს არა გონდა გადაცემა აი ნახე ამიდიას ვერავინ ვერ მოიპარავს იმიტომ რომ ამას ამოვჭ თქვით და ასე რომ ხელები შორს ამიდი ხობა რა იმიტომ რომ
თან ინგლისურ ენოვანსაც გააკეთებ თავისთავად ახლა მე მაგ სადასწრები ძალიან მარტივად ითარგმნება ინგლისურადაც რა ვეცოდინება ქართულში. მე ვფიქრობ პერსონაჟი ტიტრებით რო იყოს ინგლისურად ტიტრები. Oh my god. მე მასანდება ჯერ ახლა ლექსები კი იცით ახლა მიყვარს და რაღაცა და არ ვიტყვი ახლა მიხვდება ალბათ მაყურებელი. ადრე რამოდენიმე წლის წინ ესეთი გამოაშკარავდა ესე ქართველი პოეტი. ახალი თუ ნუ ასაკით ახალი არ არის, მაგრამ ახლა გამომზიურდა როგორც პოეტი და ყველა ლექს ყვებოდა ასე რა, ნუ ისე რა ქვია. იმ დღეს წვიმდა, მერე უცებ გადაიღო, oh my god, დავიძახე და გამოვედი სახლიდან. ახლა ლექსების მოყვარული ადამიანი ხარ და ალბათ შენ აგნებ ეგეთ ხალხს თორე მე არ შევხედრია სხვადასხვა. და მე ამარ რა გააზრო იცი? ნიუ-იორკშია დამიძახესო დაჯილდოებაზეო პოეტები, სოფლიო პოეტები შეკრება იღა ის კი არა. 6 კაცი იყოს. აქედან 4 ქართველი 6-დან. და მე მგონი ვიცი ვიზეთ საუბრო. ხო, მაიკაზე ეწერა რაღაცა ინგლისურად, მე ხა ინგლისური არ ვიცი მთავრობისა რომ მაინც და მაინც ვერ ვერკვევი. ევროპაშიდაც არ ვარ ნარბენი. ასე რომ ვთქვა და ის ეწერა ინგლისურად რაღაცა წარწერა და ხო და იქ დამიწერესო მაიკაზეო და აგერ ხუთლარა წერენ მაგაც კაც რაღა ნიუ-იორკში გარიხა მაიკაზე დასაწერა. ნიგა შენ ისე პერსონაჟიდან გამომდინარე ერთ სოლო კონცერტს რო გააკეთო ჩემი აზრით. აგერო არ მე გადამხდელები იყვნენ მაყურებელი იყოს და ჩვენმა მაყურებელმა შეიძლება იცოდეს რომ აჩი მეფარიზის უბადლო შემსრულებელი არ გამოვიდეს. აჩი მიცის თვითონ მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს. ჩვენ გქონდა ხოლმე ხშირად ერთ ოთახში ვიჯექით ხოლმე და ჩვენი იმიტომ რა ქვია ოთახიდან გამოდიოდა ხოლმე შუა სცენარის წერის დროს ესეთი შვიდობი უკან მოხედვაზე ლია შვიდობი მოდი ჩვენ დავიშვიდობთ სტუმარი იყო ნიკოლოზ ნიკაჭაძე ძალიან კარგი საწერა გამოვიდა ნუ მომაბრუნები ცოდე შვიდობით ხოლო დამსი თქმეთ და გიტოვე ბაქნა ხნაშად გავადრო ზუსტად ეს ფები გამოდიოდა ხოლმე და ამიტომ ინტერესდებოდა ხალხი რა ხდებოდა შეგრით სულ სიამოვნებით გისმენთ ნიკაჭ ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დაფაშებისთვის მოსვლისთვის სტუმრობისთვის მე მგონი ძალიან ისეთი სახალისო პატარა ისეთი ჩახუტება მოვაწყვეთ მაყურებლების თვალწინ იმიტომ რომ არ ყავდა ერთმანეთ ნანახი ყავდა გუში უყავდა რა ცოტა დიდი პაუზის მერე და ალბათ არ მეყო გუშინტელი ჩვენი შეხვედრა მოკლედ მეგობრებო ჩვენი სტუმარი იყო უძვირფასესი ჩვენი მეგობარი როგორც თავიდან დავიწყეთ ეს რა ქვია გარეგნობით იურისტი და პროფესიით იუმორისტი ნიკოლოზ მომღერალი პოეტი და ხო ლირიკოსი პროფესია არის ნამდვილი ესე იგი მინდა გითხრათ რომ ორი ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული ეს ფაკულტეტები პირველი სახელმწიფო მართვის მოხელე და მეორე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები რავი თუ საერთოდ კაი ვაკანსია არის დამიძახეთ ამას იგნებია საკითხული ერთი განზე კი ვერ წაიღებს ერთის მოკლედ ჩვენი სტუმარი იყო ნიკოლოზ ნიკაჭაძე შევხვდებით მომავალ გადაცემაში მოწვევს ჩაარტყი ბრატ იასნი